წმენა ეს არჩევანია, ეს ჩემი სურვილია, მე მწამს, ნიშნავს მე მინდა, მე მსურს, ეს ჩემი არჩევანია, ეს ერთადერთი რაღაცა, რომელიც ჩემ არჩევანზე და ნდომაზე დამოკიდებული. იმიტომ თუ ეს არ არის ჩემ ნდომაზე და არჩევანზე დამოკიდებული, მაშინ ეს არც არის სათნოება. აი ზუსტად იმიტომ არის სათნოება ეს, რომ ეს მე მინდა და მწამს, არ მინდა და არ მწამს. მიუხედავად იმისა, რომ წარმოიდგინეთ ღმერთი რამხელა არ გვაიძულებს რომ გწამდეს, ჩვენ რო იძულებული ვიყოთ რომ გწამდეს, უკვე ჩვენ არაფერი არ ვიქნებოდით, უკვე ჩემი რეალობა მე როგორც ადამიანი არაფერი არ, ესე იგი ეს თუ მე მწამს იმის გამო რომ ღმერთი მაიძულებს რომ მწამდეს, აქ სიყვარულიც არ არის უკვე. აი სიყვარული რო შედგეს ოქროს კვეთია საჭირო. აი რატომ არის ასე ძნელი და რატომ არის სამყაროში ქაოსი, თითქოს ერთგვარად რომ აი რაღაცნაირად მიშვებული ვარ და თითქოს ყოვლის შემძლე ოვლად მოწყალე ღმერთი ერთი ცხრი, მეორე ცხრი სამყარო, რომელიც მან შექმნა, სადაც ყველაფერი ხდება, აი ამ წამს ბავშვებს ხოცავენ, სადღაც კლავენ, ამ წამს ვიღაცას დედის ერთა შვილი უკვდება, ერთადერთი შვილი მშობელს, ამ წამს ვიღაცა სახლიდან ხტება და თავისი კლავს. ყველაფერი ხდება, როგორ შევაჯეროთ ეს? სად არის, აბა აქ თითქოს, ნუ მოდი ვიკითხოთ, აი პირდაპირ მიშვებით სამართალი, ან ყოვლად მოწყალება, ან ყოვლის შემძლეობა. და პატარა ბავშვით ვიტყვით, რომ მე რო შემეძლოს და ღმერთის ადგილზე ვიყო, ნახე ბავშვების ნატრ არ დაგიწია, არავინ გავაკეთებ ისე მოვაწყვეტ სამყარო, არავინ არ მოკვდეს, არავინ არ დაბერდეს, არავინ ერთმანეთს არ კა, ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს, ცუდია? მე თუ ეს მენატრება, რაღა ღმერთს რა დაემართა, შეეშალა რამე? ნუ მაშინ უარ უნდა ვთქვათ, რომ მაშინ აი ათეიზმი საიდან იწყება, როცა ეს ვერ გადავხარშეთ, ვერ გაუძელით ამას, ეს დაწოლაა ძალიან ჩვენს ცნობიერებაზე. ვერ შევაჯერ ერთმანეთს. ნუ თავიდან დავიწყე მით რომ აჰა, ცაცა რაც არის ცხოვრებაში ღმერთისგან არის, ბუა მოდის სატანისგან და ყველაფერი გადავაყარეთ. სიკვდილი სატანამ მოიგონა, ბატონო, დავამტყოფობა სატანამ, ტანჯვა სატანამ, ყველაფერი და ეს პირველად წამიყვან, ამა გამაძებინა გარკვეულ მომენტებში. მე როცა გავიზრდე კითხვა რას იშევ სატანა? და ღმერთი რას აკეთებს? თუ სატანა ყველაფერი რაც არ უნდა ღმერთს იმას აკეთებს სატანა, ის ყოფილა ღმერთი მაშინ. ღმერთი რატო უშვებს? ნახე მე ეს უკვე არ მაკმაყოფილებს და აქ როცა უკვე არ მეყო სიყვარული და ჩემი წყურვილი და სურვილი ბოლომდე ჩავძიებოდი, აქ გავჩერდი და საერთოდ გადავაყენე ღმერთი და უფრო გავთავისუფდი. მარტო არ არის ღმერთი რო იყოს, აბა ბავშვი მოკდებოდა კაცო. ღმერთი რო იყოს, როგორ შეიძლება რომ უსამართლო დაიჩაგროს ვიღაცა? ღმერთი რო იყოს სიბერი, სად არის არასრულყოფილება, სრულყოფილისგან არასრულყოფილი როგორ შეიძლება გამოვიდე? ნახე ლოგიკა რა მყარია და მე-17 საუკუნიდან მე-18-დან იწყება ბუმი მატერიალიზმის, ათეიზმის და ამან გამოიწვია ძალიან დიდი აფეთქება და რევოლუცია. უკვე გახსოვთ საბჭოთა კავშირის როცა მყარდებოდა თავიდან უკვე რა ხატებს ესროდნენ, ჯვრებს ტეხავდი, დიდი აჟიოტაჟი იყო, დღესასწაული იყო, გავთავისუფლდი ტირანისგან. ტირანის დიქტატორი გადააყენეს უკვე, რომელიც წამლავდა, კლავდა ადამიანს. აი ეს ამას უკვე სხვა თემაა, ეს რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მაგრამ ფაქტი ასეა. ფაქტი ასეა, რომ როდესაც აქამდე მივდივართ ჩვენ, აი ესეთი მდგომარეობები ვცდილობთ, რომ ჩავწდეთ და როცა არ ყოფნის მინდობა და წმენა და უკვე მარტო გონებით, უკვე აი შედეგად ვიღებთ. ანუ ეს ყველაფერი, როგორც გითხარით, ერთისგან როცა მოდის, ძნელია თავიდან რომ ჩვენ ეს შევაჯეროთ ერთმანეთს და შემდეგ უკვე ხვდებით მთლიან გაცნობიერებამდე, გააზრებამდე მივდივართ, რომელიც ძალიან მტკივნელი ნაბიჯია და ეს უკვე ჯვარია, უკვე ჯვარი იწყება, როდესაც მე ვხვდები, რომ ან უნდა გავხდე ათეიზმი, უკვე ერთი ნაბიჯი ათეისტი ვერა. თუნდაც ჩემი სიმართლის მოყვარული და გამომდინარე, ან და აეგ არის, რომ წავიდე წინ, თუნდაც ბნელოდეს, თუნდაც მთელი სამყარო ყვიროდეს, რომ სადაა ღმერთს ამართალი. აი ეს ამ უკუნეთ სიბნელში, ამ უკუნეთ მიტოვებულობაში თუ გავძლებთ, თუ დავრჩებით პასიურად კი არა, მივიღებთ ამას როგორც აუცილებელ მონაკვეთს, რომელიც უნდა გადაილახოს, სიკვდილის ველის გადაილახოს, როგორც მაცხოვარი ჯვარზე მიტოვებული მამაო, რატომ იმატოვე? სრული დაბნელება წყვდიადი და იპობა კრეცაბმელი. არა უადრეს. ვისაც შეეშინდება ამ ველში შებიჯების, ყოველთვის გამოღმა დარჩება ბავშვად. ან საერთოდ ჯერ ადრეა მისთვის ნამდვილი წმენის და ცოცხალი წმენის თვის მზად არ არის, წიფე არ არის და ის ასე დარჩება ჯერჯერობით. მაგრამ აი ვისაც უნდა გამოვიდეს ამ ბავშვური
რაღაცა რელიგიური, ნევროზული მდგომარეობიდან, რომელიც ყვაყოფილდება იმით, რომ პირჯვარს გადაიწერს, სანთელს დაანთებს და მარხვას დაიცავს და უკვე ცხონებულია, მაშინ უნდა იყოს გაბედულება, სიმტკიცე, როგორც აქ მონადირეს, როგორც აქ პირველ გამყვალავებს იმ ავანტიურისტებს რო ეძახდნენ, კარგი გაგები ავანტიურისტურაც არის, ავან არის წინ და ტურისტ არის მგზავრი, პირველი ვინ შედიოდა, პირველი ფეხს ვინც აბიჯებდა ქრისტიანობაში, თუ ავანტიურისტი არ ახარ, ვერაზრო წინ ვერ წაიწევი ქრისტეს შემეცნების გზას. ავანტიურისტი ყოველთვის უცხოში დგამ ნაბიჯ შეუცნობელში. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება სიცოცხლეს გამომყევი, არ გაჩერდე. ვინ არის ისე ბრმა, როგორც ჩემი რჩეული, ვინ არის ისე ყრუ, როგორც ჩემი მორჩილი. ანუ თვალყური შედგენილი ხუთი გზობის ორგანოთი შედედებული ტვინი ჩვენ შორს ვერ წავალთ. შორს ვერ წავალთ, ამიტომ გავრისკოთ, უკვე რისკი იწყება. როდესაც ჩემი ორგანოები ნოლია გამორთულია. მე შევაბიჯებ ისეთ რეალს, სადაც დაბრუნდა ყველაფერი და ის მისტიკოსები ჩვენი გრიგოლ ნოსელი აროპაგიტული ტექსტები ყველგან ამბობ წმინდა სიბინელე. ანუ შუაღამის მზე, ანუ იმიტომ კი არ ბნელდება, რომ ღმერთია ბნელი, იმიტომ რომ ისეთ რეალობებში შევდიო, სადაც უკვე ჩემი ლოგიკა ვერ წდება და ამიტომ ბნელდება, არა მაქვს აღქმის ორგანოები. აქეთ მქონდა რაც უფრო აქეთავა. აი იქ უნდა გარისკო. აი ეს არის ჯვარცმა სწორედ. ამ ჯვრის შემდეგ გავდივარ ჩვენ. თხოვე და მოგეცემათ. წყურვილი, სურვილი, ახლა შეიძლება თქვა, მაგრამ რა ვქნა რომ წყუროდეს, რა ვქნა რომ ჩემში აღიზრას ეს სურვილი. უნარი ჩადებულია ჩვენში, რო არ იყო ჩადებული, ალბათ არც ღმერთი მოგთხოვდა. ღმერთსაც უნდა ყველა ადამიანი ცხონდეს. ასე რომ თუ კი ჩვენში წმენა არ არის, ისევ და ისევ ამბობ, გარემოს ნუ დააბრალეთ, ისევ ჩვენ ისევ ვიმავრებ. წმენა არის ეს ჩემი მოსურვების შედეგი. ეს ერთადერთია, რომელიც ადამიანს შეუძლია, ვინაიდან თუ წმენით არის გადარჩენა და ღმერთი მე მთხოვს ამას. თუ არ გწამს დაიღუპები, თუ გწამს ესე იგი ეს ის რაღაცა, რომელიც მე აუცილებლად ეს ისეთი აქტია, რომელიც მე უნდა განვახორციელო, მოგეძრო თქვა, მომეთხოვება, აი დავუშვათ კატას ახლა. რომ მოსთხოვო ადამიანმა რომ ღორები შემოვიდეს ეზოში და კატას დაუწყოთ ცემაში გასაწყვეტო რატო შემოვიდეს ღორებიო ახლა კატამ ლაპარაკი რო იცოდეს რას გეტყოდათ სამართალი არის კაცო რას მიშვრებით მე შემიძლია თაგვები გამდევნო ოთახიდან და ღორებს მე ვერ გამდევნი ბატონო როგორ შეიძლება ღმერთმა ჩვენ მოგთხოვოს ირწმუნე თორე თუ არ ირწმუნებ დაიღუპები მე რო არ შემეძლოს ეს სოცხალი ანუ ეს ერთადერთია რომელიც წესით მე მომეთხოვება ეს უნდა ამიტომ ვერ გაიმართლებ თავს თუ კი ამბობ რომ მე არ წამს და რაც ჩემი ბრალია ეს უკვე ტყუილია არ წამს იმას არ გინდა და თუ ნდომის ან არ დომის სურვილიც არ აქვს მაშინ არც ადამიანი ხარ მაგრამ თუ ადამიანი ხარ უკვე ნდომის მონდომების და არჩევის უნარი უკვე ჩადებულიგა ესე თუ არ გწამს რო არ გინდა იმიტომ არ გაწყობს იმიტომ რომ თუ ვერ გწამს უკვე შენ შეგიძლია უთხოვ უბრალოდ მომეცე წმენა ესე იგი არც იმაზე უბნები არ ეუბნები იმიტომ რომ არ გინდა რომ გქონდეს იმიტომ გეშინია რომ მოვიდე წმენა ჩემი ცხოვრებამ და შევცვალო არ მაწყობს ნახე ურწმუნო არის ის ვისაც არ აწყობს რომ წამდეს მორწმუნე არის ვისაც აწყო უნდა დომა უკვე მარცვალია უტყვარი მარცვალი დომა ამა ის დომაც კი ცოდვამ ჩაკეტა ჩვენში მაგრამ განგება არასდროს არ მიატოვებს უფალს ის ჭვრეთს ადამიანის გულს და სულს და ბოლომდე მაინც არ გაწირავს სადღაც მაინც ან განსაცდელით ან ციხით ან სავამტყოფოთი ან ავარიით ან კატასტროფით ნახე რეები ხდება მაგდროს ადამიანი ან შვილი აქ არავინ არ დაკლებოდეთ მაგრამ ხო ხდება უცბა ერთადერთი შვილი რაღაცა და უცბად იცვლება ხო წესი სხვანაირად უნდა იყოს ხო წესით ადამიანი რომელიც ურწმუნოა და შვილი უკვდება კლად გინებაზე უნდა გადავიდეს და ამ დროს პირიქით ხდება ადამიანის საერთოდ იცვლება რაღაცები ემართებათ იმ დროს როცა განსაცდელი ანუ ამას ეძახიან ებრაელები ახლა დახმარება შენს წინა რუსულად უფრო კარგა პომოშ პროტივ წიბია ანუ განსაცდელი შენ გეხმარ თუმცა კივა მაგრამ ეს დასახმარებლად არის შენს დასახმარებლად რომ ახლოს მოვიდე რახან წმენა არ ყოფნის რახან ნება არ ყოფნის სუსტი გაგდა ჩაითრია ცოდვამ დაგამახინჯა განგება სიყვარულით შენ დამი ჩაგაგდებს ისეთ განსაცდელში სადაც შენ გონს მოხვალ და დაიწყებ ღმერთის ძება გეხმარება ამით სხვა გამოსავალი მას არ დარჩა უბრალოდ
ღმერთი რომ მივიღო დავითო ჩვენ ბუნებრივი მდგომარეობაში ის აღუქმელია და სწორიც არის არც დავაფასებ აი დააკვეთ რაც ძვირფასია რაც ნამდვილია მაგას უნდა რაღაცა დახვეწ აი ბეთჰოვენის მუსიკით რო გაიხარო ჩვეულებრივი ყურით რო უსმინო არ კმარო ვერ ცოტა თუ გაწაფული არა გაყური ანუ რაც გამიგეთ აი ღორს მარგალიტს დააფასებს ან მარგალიტის ფასი რო იცოდე ებრაელი თუ არა ყოველ შემთხვევაში რაღაცი ცოდე მაინც უნდა იყო გემოვნების და სილამაზის ხო თუ ეს სილამაზე არ არის არაფერი არ არის ანუ მარტო მარგალიტობა არ არის საკმარისი მარტო მიქელანჯელოს სტილო ვერ იმოქმედებს შენზე ან რაფაელის სტილო თუ კი შენ რაღაცა გაფაქიზებული არა გაქვს აღქმის უნარი ბუნების ტკბობა ეს როგორ შეიძლება ღმერთი მე ბიოლოგიური ხორციელი მასით შემოვიდეს ჩემთან ფიზიკური თვალით რომელსაც აი ამას ვერ უსწორებ თვალს ახლა აი ჭირის თვალს და ამის შემქმნელი galaktikები და მზის შემქმნელი ღმერთი ფიზიკური თვალით სად არის ღმერთი აბა არ მინახიაო გაგარინმა თქვაო იქ კოსმოსში რო იყო ყური ერთი რო დაიგურხუნოს ქუხილმა ყური მისკდება და მაგიდის ქვეშ მივძვრები შიშისგან და ახლა იმ ქუხილის შემქმნელი ღმერთის ხმა მე როგორ დავიტიო ფიზიკური ყურით იმას სხვა გული ჭირს სხვანაირი სამყარო ჭირდება აღქმის სხვა ორგანო ჭირდება გესმით აი რა ანუ მე რომ ღმერთი აღვიქვა თანდათან მე უნდა ვიზარდო მე უნდა დავიხვეწო ანუ ეს სამ ღმერთი კიდე ერთხელ ვამბობ რომ ეს არ ჩანს თავისთავად ის რომ გამოჩნდეს და გაგიფაგდეს უნდა ორგანო წმენა არის სწორედ ის უნარი და ორგანო რომელშიც ღმერთი ჩვენში აღიქმება მიიღება აი როგორც მე სურნელი რომ აღვიქვა ყურით რომ მივაყურადო ახლა და თქვა რომ სურნელი არ არისო ხო ვიქნები არანორმალური ანუ ხმა თუ მინდა რომ გავიგო არის თუ არა ხმა და თვალიცესება დავიწყო თუ ყურო ვარ მაშინ და ვთქვა რომ არ არის ახმა ან პირიქით რაღაცა ფერი მინდა გავარჩიო და ყურს ვადებ და ვამბობ რომ აქ არაფერი არ არის ფერები არ არის ხო დამცინია აბა რომელ ორგანოს მიადებ რომ ღმერთი დაამტკიცო რომ არის აბა მითხარ ენას მიადებ უთოს ვერ მიადებ ენას ხელუთოს ვერ დაგწვევს რა ყურით გაიგონებ ფიზიკური ყურით მე პატარა ტაში რო დავარტყა და ახლა გული გაგისკდება ტაშზე რო დაარტყა ხელი შეიძლება გადაბრუნდე ხო და ღმერთი გინდა ღმერთის ხმა გაიგო ამ ყურით ბარაბანი პატარა აპკი აქვს ერთ პატარა დეციმას ბალს ვერ გაუზებ გასკდება თვალით რომელიც აი ამას ვერ უსწორებ თვალს აგერ პატარას და თვალი მიბნელდება თუ რით ხელს მოკიდებ თუ რა უთოს ვერ მოკიდებ ხელს ხო გითხარი რომ ხო უნდა იკითხო თუ შენ ღმერთს ვერ ხედავ ეს იმას ნიშნავს იგივეს ნიშნავს და დალტონიკმა თქვა რომ ფერები არ არის ამ ბრმა თქვას რომ არაფერი არ არის უსულელია ხო ჩვენ ხო ვეთქვით რომ შეგვეცოდება უბრალოდ რა არის საჭირო ამისთვის როგორ შეიძლება ღმერთი ყოფილიყო გავეჩინეთ ჩვენ და ჩვენში არ ჩაედო პოტენციაში მისი გაგების და წვდომის უნარი მაგრამ გამზადებულად არ მოგცა ღმერთმა ადამიანი რო შექმნა ხატად და მსგავსად შევქვნათო მაგრამ შექმნა ხატათვისა მსგავსად არ წერია ყველა ქმნილება შექმნა მან დასრულებულად სამი აქტია შესაქმეში 6 დღეს რო ქმნიდა სამყაროს მე ცას ვარსკვლავებს ზღვაში თევზს და ყველაფერს მოდი შევქნათ ანუ განზრახვა შემდეგ დასექმნა ღმერთმა და ბოლოს კარგია ფრიად ყველგან ასეა ადამიანთან როგორ არის მოდი შევქნათ ადამიანი ხატად და მსგავსათვისა მეორე და შექმნა ღმერთმა ხატათვისაო მსგავსად არ წერია და ბოლოს ფრიადიც არ წერია რატო გამორჩა თუ რა მსგავსად ვერ შექმნიდა ხატად შექმნა ხატად რას იშა განხტობის უნარის მქონე შესაძლებლობა ჩადო მაგრამ მსგავსება უკვე ჩემი პასუხია არის თესლი და არა საზამთრო არა გვაქვს ჩვენ გამზადებულად გვაქვს თესლი არის მიწა არის გონება როდის დავთესო საზამთრო ჩემი ჭირნახული წმენა ჩემი ჭირნახულია ღმერთის ჭრეტა და შემეცნება ჩემი ჭირნახულია მე უნდა მოვიწიო ჩემი გულის ყანაში მე თუ ჩემი არ დავხარჯი ჩემი ენერგია ჩემი ლოცვი ჩემი წადილით მოთხოვნილები წყურვილი ყველაფერი როგორც აბა გლეხმა ხო იცით კახელზე უკეთესად ვინ იცის როგორი მოსაწევია ჭირნახული ბოლო წუთს შეიძლება სეტყვა მოვიდეს თუ ყველაფერი გაგითელოს სურუდუნები სუ კანკალი დახპოფინებ ზუსტად ასე წერია შიშით და კანკალით აღასრულეთ თქვენი ხსნაო წმენა დაითესა გვიხარია მაგრამ გამოზარდე ბავში დაიბადა სუფრას შილით ვნათლავთ აბა გამოზარდ დედამიწის აბა რა ჭირი და რა უძილო ღამეებია ვის ბავში დააყენო ფესზე დააკაცო წმენა არის ჩვილი იესო დაკაცებული უკვე სიყვარულია შენს გულში მოწეული ყანა
რომელმაც ჭირნახული მოგცა უკვე და შეგიძლია დაატკბე ამ ჭირნახული შენივე მოწეულით უკვე. უფალს უნდოდა ასე. უფალმა ყველაფერი აქეთ არ მოგცა. ხო ხედავთ, არ არის დაბრაწული პურები, არ ყრია, თევზები არ არის, არის დინარეში თევზი, მაგრამ ანკესი შენ უნდა გააკეთო, შენ უნდა დაიჭირო. საზამთრო შენ უნდა მოიწიო. ყანა, ხორბალი უნდა დათესო და დაფქვა და მერე გაქვს პური უკვე, როცა ამ პროცესებს მოილე, ღმერთიც გეძილება შენ როგორც შესაძლებლობა, რაღაცა უნდა გაიღო. რომ შედგეს, რომ შეირგო და შეიტკბო ის. ეს თუ შენ არ გააკეთე, ღმერთიც კი არ გიშველის. ლაზარეს საფლავთან დგას მაცხოვარი. გადააგორეთ ლოდი ეუბნება. მართა ამბობს, უფალო 4 დღეა ყარს უფალო. ახლა ეს ტვინის ჭყელეტა ტვინს არ ჯერა ის აღდგება და არ უჯერებს ამისეთ ღმერთის სიტყვა როგორ 4 დღე ანუ რას ვირწმუნე რა აღდგომა უფალო რა მკვდება ადამიანი საფლავში და არ მჯერა არ მინდა არ ვაგორებ ლოდი რა არის ლოდინი ანუ მომავალში ნუ იყურები აქ არის ღმერთი ახლა აღდგებ არ ვაკეთებ ტვინი მიშლის ხელს რომ ვირწმუნო და ჩემი გული რომელსაც მივაგორე მე ლოდი და დავასამარე ყველაზე ჩემი ლამაზი ოცნებები ბავშვებიდან რომ მქონდა უკვე თურმე ტყუილი ყოფილა ზღაპარი ყოფილა წინ მარტო საფლავი არაფერი არა მივაგორე ლოდი ლაზარეს უკვე მორჩა იქ ლპება ლაზარე მკვდარი ვარ უკვე არაფერი არ მელოდი არ წამს არც ღმერთი არაფერი არ ყოფილა თურმე რაზე გავჩნდა ამ ქვეყანაზე ტყუილად 2 დღის რაღაცა სიხარული ისის ნახევრად ცრემლები და ტირილი და საფლავისკენ მივდივარ დამთავრდა ყველაფერი უდროს მესმის სახარების სიტყვა გადააგორე ლოდი ანუ რა უარყავ შენი თავი რაც შენ გაქვს და ირწმუნე რომ ქრისტე აღდგა რომ შენ აღდგები უფალო 4 დღეა ყარს არაფერი არა ვარ რა დრო რა აღდგება უფალო კარგი რა აგერ დავასაფლავე ძულებია მარტო ამოიღეს იქ რა სად უნდა წავიდეს მე ხომ გითხარი თუ ირწმუნები ხილავ ღმერთის დიდებას ქრისტეები ნახე ჩვენ რას ვამბობ მაჩვენე და ვირწმუნებ ქრისტეები ირწმუნე ანუ გარისკე უბრალოდ გადაწიე შენი ლოდი, ანუ შენი სტრუქტურა, შენი სისტემა, რომელიც შენ თვითონ შექმენი, რომ ცხოვრებაში არაფერი არ არის კეთილი, რომ არც ღმერთი, არც სამართალია, რომ ჩვენ მოუკვდები და დამთავრდება ამ ცხოვრება ყველაფერი. გადააგორე ეს ლოდი, ეს შენ შექმენი, თვითონ შენ მოგატყუე. გადაწიე და მე ლაზარეს გამოვიხმობ იქიდან. და საოცარი არ არის? რატო ითხოვს მაცხოვარი რომ ლოდი გადავაგორო? ის ვინც თქვა ლაზარე გამოვიდა, მკვდარი იქიდან 4 დღის მკვდარი, არ შეეძლო თქვა ლოდო გადაგორდიო? რატო არ თქვა? რას გვაწვალებდა? მე თქვა ლოდო გადაგორდებოდა ლოდი, ლაზარე გამოდიდა, აღდგებოდა ლაზარეც. აი ლოდის გადაგორება შენ შეგიძლია. ლაზარის აღდგომა შენ არ შეგიძლია. აი თუ შენ იმას არ გააკეთებ, რაც შენ შეგიძლია, მაშინ ლაზარეც აღდგება, ანუ აღდგები შენ თვითონ. შენი გვამია, შენივე ბიოლოგიურ არსებასთან რო გაიგივე შენი თავი, იქ ჩაგილპა სული, ის რომელიც უნდა გადარჩე. აი იქ მოდის უფალი სულიწმინდი დეხება და ცოცხალი წმენით აღადგეს. ანუ შენ აღგადგენს თვითონ მარადიულ არსებას შენში, რომელიც შენში მოგიკვდა თვითონ ყველა იმედი, ყველა ოცნება დასამარდა და არაფერი არ არის წინ. რაღაცა სიკეთეები უკან დარჩა, ბავშვობის წლები, წინ აი ვიზდები და წინ საფლავია და იმედი არ არის უკვე ლოდი მიგორებული მაქვს. მორჩა. აი აქ შემოდის ან შენი სიკვდილი საუფლოში. აი წმენა უკვე მე კიდევ გიმეორებ ეს წმენა რომ ადამიანს არ შეეძლოს მაშინ ღმერთი უძლურია რაღაცა უნდა გააკეთო მამა მოდის იესოსთან ეუბნება მიკვდება ერთადერთი შვილი ხან წყალში აგდებს ხან ცეცხლში დავიტანჯე მოციქულებმა მაწაფებმა ვერავინ უშველა ამას შენებმა ერთი ბოლო იმედი შენახარ უფალო მიშველე ვიტანჯები წარმოიდგინე მამა რა დღეშია იესო ეუბნება წამს რო ეს მე შემიძლია და ეს კაცი შეცბა შეეშინდა მას არა აქვს ამდენი წმენა მაგრამ უკან დასახებიც არა აქვს საწავიდეს უკან სიკვდილია წინ იესოა ბოლო იმედი და შანს არ უშვებს და გამოსტყუა ერთგვარად ნახე რა ქნა ამ კაცმა წამს უფალო შეეწიე ჩემს რწმუნებას და ამით უფლის გული აი თუ არ გწამს უფალო მინდა მწამდეს შეეწიე აი ეს მაინც უნდა გააკეთო იესო ყოველთვის ითხოვდა წმენა წამს რომ მე შემიძლია ბარტიმეოს ყველას ეთქო იქალი რომ მოდის ეს დინარი დედაკაცი ეს ყველა მაგალითები ჩვენ ნუ გადახვათ ისტორიაში ეს საერთოდ დაანებეთ ეს ყველაფერი თქვენში ხდება ყოველდღიურობა ეს იმისთვის არის რათა თქვენ თვითონ თქვენი თავი დაიჭეროთ ამაში ხალი რომელიც სიზდინარი დედაკაცი რომელიც კვდებოდა და იქ ჩაკვდებოდა იქ თავის ყოფაში მას რომ დაეჯერებინა იმ ტრადიციისთვის რომელმაც მას უთხრა შენ აქედან არ უნდა გახვი იქ უნდა მოკვდე არაფერი გამოსავალი მას არ ქონდა არავის არ უნდა შეხებოდა გარი ბოლო შანს იყენებს გარისკა
მან წმენით რომ არ შეიძლება ღმერთი არ შემოვიდეს ჩემს სისუსტეში და არ მომხედო და დამსაჯოც იმის გამო რომ რის გამოც მე მეუბნებია რომ მე ვიზჯები ჩემი წოდების გამო ის მიმტევებელია და მიდის ყველა ადამიანის აუწმიდურებს მოგ ეხება არ უნდა შეხებოდა წესით ასი დედაკაც სახლი არ უნდა გასულიყო იხება და ეხება იესოს კალთა თქვა საკმარისია როგორმე კაბის კალთა შევეხო და განვიკურნები იმ და ღირსად არ ჩათვალა თავის თავი რომ ახლოს მისულიყო და ეთქვა რა და მიიღო კიდე წინ წამს განკურნება იესო ამბობს ვინ შემეხო წარმოიდგინეთ ხა მეტროში რო ვიყო ხა ჯგილეთაში შუა ისა მატარებეში და მე ვიკითხო ვინ მეხება ა გიჟია ხო მეტყვი ზუსტად ესე უთხრე ბაც უფალო რას კითხული რას ისა ვინ ყველა არ გეხებით და ჭეჭყვაშია მაცხოვარ ამ იმდენი ხალხი ახვევია გარშემო თითქოს ისეთი კითხვაა ხო არა მე წმენით შემეხო ვიღაცა ვინაიდან ვიგრძენი რომ ძალა გავიდა ჩემგან სხვები რას აკეთებენ ეხებოდნენ სხვები არა სხვები არ ეხებდნენ სხვები ედებოდნენ შეშასავით ეს შეხებასა და მიდებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა მიდებული ეკლესიაში შეიძლება იყო დადებული იყო ძალიან ახლოს იყო იქვე იყო მაგრამ შეხება სხვა ეხ ასანთის ღერო და კოლოფი რო ავიღოთ ერთმანეთთან ახლა ცეცხლი სად არის აქ ღეროშია თუ კოლოფში არ ვიცით ხო ვიღებთ ამ რომ მივადო ზეთ კოლოფს აინთება ცეცხლი ხო მივადე ხო დევს რატო არ არის ცეცხლი აი ზუსტად ასე იყო ეს იესოს ხეულზე ედებოდნენ უბრალოდ ამ ქალმა გაკრა თავისი გული. გაკრერას ისე მე ვწირავ ჩემს სიცოცხლეს უკვე. იმიტომ რომ ასათის ღერმა ლაპარაკი რო იცოდეს მან არ იცის რა დაემართება თუ გაკრავ. ის ცეცხლი მოედება დაიწובה და გაქრება როგორც ასათის ღერმა. მაგრამ მას ურჩევნია მოეკიდოს, იყოს ის რამდენი წამი განათვი შეეწიროს. აი მაშინ ჩდება ცოცხალწმა როცა შენ მზადა ხარ. რომ შენი ეგო, შენი ყველა შენი მთელი სისტემა რომელშიც შენ ხარ თილიანად გაწირო და პირდაპირ აი მიეხალო აი ესე რომ ვთქვათ აი იმდენად რომ აენთო მაშინ მოხდება ეს გაკვესება ეს კვესი და ანთება ქრისტეს გულიდან აი როგორც აი მკითხვაზე როგორ ჩდება ცოცხალი წმე აი ესე გული ესე გამომშრალია რომ ისე გატანჯულია უსიყვარულობით ყველაფერი შეიძლება ქონდეს ქონება მანქანა სახლი კარი და შენში ვიღაცა იღვიძებს რომელიც ყვირის რომ მე ეს არაფერი არ მინდა მე უსასრულო დიდი მინდა ვიდრე მთელი სამყაროს ქონება ერთად აი ეს გამომშრალი გული ის ალბება ქრისტეს მინდა აი ამ მისთანებს ეძებს ქრისტე აი ეს არის მე დედამიწაზე მოვედი და ვერავინ ვერ ნახეო ისეთი რომელიც მე შემეხებოდა რწმენით ცეცხლის მოსადებად მოვედი დედამიწაზე ის დადის და აი ასეთ გულებს ეძებს რომელიც გამომშრალი არ მწუთისობი და შეუძლია აი ეს შეეხონ მას ეს გაკრან თავად აი მაშინ აინთება ის სიცოცხლე ერთი ერთზე გადაგეცემა ამიტომ ვთხოვოთ უფალს რომ აი ესეთი წყურვილი მოგცეს აი პირველი აქედან იწყება უფალო აღძარი ჩემში შენ და მე ნდობ პატარა ბავშვი ის ყველაზე დედის მშობლის ყველა საშიში რა არის როცა ჩვილი ყავს როცა ბავშვი უმადურია ის ხო პირდაპირ დაკავშირებულია სიცოცხლესთან თუ არ ჭამს ესე იგი ბავშვი მორჩა ყველაზე დიდი შფოთი როდის არის როცა ბავშვი მადას კარგავს და მთელი ძალისხმევა იქითკენ არის რომ ბავშვს მოუნდეს ჭამა ძუძუ როცა მადა არა გაქვს ღმერთის უმადურობა შეიძლება სიტყვა აქედან იყოს უმადურისა ვისაც მადა არა აქვს ცხოვრება გაჩუქა უფალმა თავისი მრავალი ფერით გვაქვს უთვალავი ფერი და შენ მადა არა გაქვს არ ჭამ არ იღება მას ბუზღუნებ ეს რატო აქვს ბავშვი ხო იცი ჭამა რო არ უნდა ბულკეს და ამბობს ეს შავი აქვს ეს რაღაცა აქვს და იწუნება ყველას გაგვახსენდა ჩვენი თავი იმიტომ არ გინდათ რომ გინდოდეს აი ეს ციგნის ბავშვები ყლაპავენ პირდაპირ მაგრამ აი ეს არის უმადურობა მადის უქონლობა მე შეიძლება ის შემთხვევით დამთხოვა მაგრამ მაინც ესე გამოდის მადარას შეჭამე სამყარო გეუბნება ყველაფერი შენთვის მაქვს ესა შენ უნდა მიიღო ეს ყველაფერი უნდა გაიხარო სხვათა შორის სიტყვა როგორ ხარ ადამიანს რეუბნებია ჩვენ ხო ვეუბნები როგორ ხარ აი პირველი სიტყვა ხო ეს არის ქართველების ამის ფუძე ალბათ არის როგორ ხარობ შემოკლებული ფორმა სცენარის რას ვამბობ ჩვენ სცენარი გავახარე რას ისე გავახარეს ორი მიშება ქონია ანუ ვაცოცხლე არსებობა მივანიჭე უდრის სიხარული მივანი გავახარე ანუ ეს და იგივეა არსებობა სიხარულთანაა დაკავშირებული ჩიტი დილის 5 საათიდან რო გალობს რატო გალობს რა ოქსფორდში შვილი ჩარიცხა X5 იყიდა თუ ბინა იყიდა თბილისში 4 ოთახიანი ვაკეში როგორც ჩვენ გვჩვევია ხოლმე რომ ბედნიერია ვაკაში ბინა იყიდა ბედნიერია რომ BMW შეიძინა 2013 წლის გამოშვება
ბედნიერია რომ სადაც იმ შავი ზღვის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეს ყველაფერი კარგია, განაცუდია, ამას არ არის ლაპარაკი, მაგრამ ბედნიერება მოდის და მიდის და ნეტარება, სხვა ნეტარება სული მდგომარეობა, სული უკვე ნეტარია და როცა ჩვენ ნეტარება დავკარგეთ, ეს არის 64-ის დაკარგვა. 64 რა არის? როდესაც ნეტარების წვეთოვანები ჩვენი გულის არტერიაზე იყო დაყენებული. და ჩვენ გარედან არ მჭირდებოდა მატერიიდან რაღაცების მიღება, რომ უფრო მეტად ნეტარი ყოფილიყო, ეს თვითკმარია ნეტარება, როგორ თვითკმარია ჩვენთვის სუნთქვა, ჟანგბადი. გაკლია ჟანგბადი. ყველაფერი გვაკლია ჟანგბადის გარდა. ყველაზე არსებითია ჩვენი ცხოვრებისათვის მუქთად გვაქვს, ცხვირის გაშვერაც კი არ მჭირდება და მილიონჯერ მეტია ვიდრე ჩვენს ფრიტყვე მჭირდება. ზუსტად ასევე უნდა ყოფილიყავი ჩვენ შინაგანი სული ჟანგბადით ნეტარებით. როცა ის მოვწყდით, ეს არის 64-ის დაკარგვა უკვე. და შემდეგ უკვე იძულებულად მატერიიდან გამოუწოროთ ეს ყველაფერი, იმიტომ კი არ ვჭამრობ შევინარჩუნო არსებობა, იმიტომ რომ გემოთ მოყარება, ანუ იქით სიამოვნება განვიცადა, რატო განვიცადა, ესე იგი მაკლია. თუ მაკლია, ესე იგი მე რაღაც პრობლემა მაქვს, მოწყვეტილი ვარ იმ სამყაროს ცენტრს. ასევე თვალი, ასევე ხელი, ასევე გენიტალიები, კუჭი, ყველაფერი ეს იმის ნაცვლად რომ ეს არსებობის შესანარჩუნებელი იყოს და ნეტარება რო თავის ადგილზე იყოს. როცა ნეტარებას მოუწყდი და არ აღიღებს სულ იქიდან, მაშინ იძულებულია სხეული აქედან მატერიისგან ამოიღოს. ეს უხეშად ჟარგოზე რო ვთქვა, ლომკებშია უკვე. და ყველა სანაგვეში ვიქექებით, როგორმე ის მოვისხნათ ეს ლომკები. ამიტომ გამოსავალია იესო მოდის ამბობს შვიდობა თქვენ. რატომ შვიდობა? რატო სიხარული თქვენ და სიყვარული თქვენ და ისიც ხო კარგია? შვიდობის ფუძე რა არის? მაწარმოება 7. მე 7 დღეს რა მოხდა? დაცხრა, განსვენება, უფალმა დაისვენა. ვის ყველა ჩვენგანი ესწრაფის სრულ დაცხრომას და განსვენება. ეს არის ადამიანის თვისება, ადამიანის კი არა სამყაროს ელემენტარული ნაწილაკები. თუ აქ ფიზიკოსები ხართ, იცით თერმოდინამიკის მეორე კანონი, ენერგიის მინიმუმის კანონი. ყველა ელემენტი აღძრული, რომელიც კი აღძრულია, მიესწრაფის დაცხრომისკენ. ყველა ეს თვისებაა. თქვენ ახლა რო აქ ზიხართ, აი ამ სიტუაციაში თქვენ გაქვთ ამ წუთას ყველაზე კომფორტული მდგომარეობა დაკავებული. ეს თქვენი თვისება თქვენ სხვანაირად ვერ მოითმენ. თუ აქედან ადგებით, იმიტომ რომ ეს უკეთესია, თორე აქ დარჩებოდით. აი ეს მდგომარეობაში ვიყავით ჩვენ. ქრისტე მოდის და გვიბრუნებს 64-ს. ანუ 64-ის სულის მდგომარეობა და არა გეოგრაფიული ადგილი. 64-ს და ჯოჯოხეთს შორის ერთი პატარა აპკითა არის გამოყოფილი ჩვენ შიგნით. ერთი ნაბიჯაკი შფოთი იწყება ჯოჯოხეთი, ერთი ნაბიჯაკი დამშვიდობა. კაინი შფოთის ქვეყანაში დაემკვიდრა. აი როდესაც მოწყდა სამ. აი ეს არის წუთისოფელი. და ამ წუთისოფელში ამ შფოთის ქვეყანაში, ზრუნის ქვეყანაში შემოდის იესო. სიმშვიდე მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალო და ტვირთძიმე და მე დაგასვენებ თქვენ, განგისვენებ. ჩემთან მოდით. ანუ მე ვარ ის თავშესაფრ, მე ვარ ის, სადაც თქვენს გულის არტერიაზე ისევ დაყენდება ნეტარების წვეთოვანები. სულიწმინდის მოქმედებით შენ იქნები თვით სავსე და შენ არ დაგჭირდება მატერიისთან მიღება თვალყურიდან, აი ხუთი გზობის ორგანოებიდან ავსება შენი არსების, იმიტომ რომ უკვე გაჯერებული ხარ. და მე შეგიძლია შენგან იდინოს სიცხლის წყალი დინარება, უკვე სხვებისთვის იყო კურთხევა და წყალობა.